20 წლის წინასე ხო ვერ მოიქცეოდა პლეხანოვს. ეგ არ მომხდარა თავისთავად და უცებ. მაგაზე იმუშავეს კაცო. ვიღაცა ხმას რო ამოიღებდა ციხეში უშვებდნენ. დღემდე ეგრეა. აი მაგალითად ის ბიჭი სამ პოლონელს რო დაუპირისპირდა ფიზიკურად. ციხეში გაუშვეს. დაიჭირეს, ხო? გადახედეთ კომენტარებს, კაცო. ასეთი ვიდეოების ქვეშ არის ერთ-ერთი გავრცელებული კომენტარია, ამას ხო უნდა პასუხი გასცემ, მაგრამ პასუხს რო გასცემ, ციხეს დაგაშენებენ თავზე. ეგ კომენტარები ეგეთი განწყობა შემთხვევით ხო არა, ეგეთი განწყობა დგას რეალობაზე, კაცო. ამ ხელისუფლების პირობებში წლები ვიცხოვრეთ რა რეჟიმში, იცი ტრანსგენდერს ვიღაცა უძდელობისთვის რაღაც მამაღალი სიტყვა უთხრა, სადაც ავტობუსში ციხეებში უშვებდნენ, წლობი დღემდე კანონები მოქმედს. ციხეებში უშვებდნენ, გაბუნიას რო აგინეს ხალხმა, ხატის შეურაცხყოფაზე რო მივიდნენ, ციხეებში გაუშვეს ადამიანები, ეგ მაგას რისთვის აკეთებდნენ, რომ შიში დაეთესათ. რომ ადამიანს ეფიქრა, რომ ხო ეხლა ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, ეხლა იმის კი არ ეშინია კაცო იმ კაცის. ერთი ერთზე არ ეშინია და ნახევარი ქუჩა რო ქართველია, ამ ხალხს ეშინია თავისი სახელმწიფო რა რეაქციას მისცემს.